იმერეთის სოფელ ვარძიაში მცხოვრები ოთარ ზაბუნიძის წინაპრები ოდითგან ბერძნები, გვარად ზაბუნიდები ყოფილან. ივანე ზაბუნიდი 17 წლისა დაობლებულა და ბიძას კვიპროსზე არსებული კიკოსის ეკლესიის ბერს საქართველოში წამოუყვანია. ეს ამბავი 1898 წელს მომხდარა. ივანე ზაბუნი წლების შემდეგ სოფელში გოგო შეყვარებია და ამის გამო უკან კვიპროსზე აღარ დაბრუნებულა. ბაბუაჩემი ჩამოიყვანა, ობოლი იყო. იმისათვის რომ ენა ესწავლა ადრე და ამის თარჯიმნობა გაეწია და ამას ხო მიწები ქონდა ბევრი ეკლესიას. ეს ვარძიის სოფელი, ხიდრის ნახევარი თითქმის, ტყეები ეკუთვნოდა და ამას განაგებდა ბაბუაჩემი როგორც მოურავი ისე. ეს შემოსავალი იკრიბებოდა, ერთ სალაროში ინახებოდა და იგზავნებოდა შემდეგ კიკოსის მონასტერში. კვიპროსიდან ჩამოსული ივანე ზაბუნიდის დევნა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაუწყიათ. 30-იან წლებში მის დასაბრუნებლად კვიპროსიდან გემიც გამოუგზავნიათ, მაგრამ ამაზე კატეგორიული უარი უთქვამს. ზაბუნის მოგვიანებით გვარი ზაბუნიძედ გადაუკეთებია. თუმცა კომუნისტებს ის მაინც დაუსჯიათ და თვალი ამოუთხრიათ. გვარი რატომ გადაიკეთეს? იმიტომ რომ ავიწყებდნენ კომუნისტები, გასახლებით ემუქრებოდნენ ბაბუაჩემს და იძულებული გახდა რომ გვარი გადაეკეთებია. მაგრამ ნაწილობრივ დაიტოვა? ხო, ზაბუნიდია ჩვენი გვარი ნამდვილი. და გადაიკეთა ზაბუნიძეთ, ახლა ზაბუნი რა იყო, მაგას ვერ ფიქრობდა ის და ზაბუნიძეთ. ზაბუნიდია გვარი. ეს არის სოფელ ვარძიაში მდებარე მე-12 საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომლის ბოლობერი კვიპროსიდან გამოგზავნილი სამუელ ბისკოპიდი იყო. სწორედ ბისკოპიდმა ჩამოიყვანა დაობლებული დიშვილი საქართველოში. მე-18 საუკუნეში, როცა კვიპროსზე კიკოსის მონასტერი დაიწყო, იქაურ საძმოს ბერმონაზვნები სხვადასხვა ქვეყნებში გაუგზავნია, რათა განადგურებულ მონასტერს უცხოეთიდან შეწირულობა მიეღო. მაშინ საქართველოში იოაკიმე პროტოსანგელოსი მოუვლინებიათ. კვიპროსელ ბერს დიდძალისღვენი ერეკლე მეორესგან მიუღია, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც სოფელ ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ყოფილა, რომელიც სოლომონ პირველს ბერძნებისთვის პირობითი სიგელით გადაუცია. ამ სიგელის მიხედვით ეკლესიის გარკვეული შემოსავალი საბერძნეთში იგზავნებოდა. ეს არის კიკოსის მონასტერი კვიპროსზე. ზემო იმერეთის სოფელ ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარი ამ მონასტერს საუკუნეების განმავლობაში ეხმარებოდა და საქართველოდან გაგზავნილი დიდძალისღვენი კიკოსის მონასტრის საძმოსთან მიდიოდა. დღეს იგი მართლმადიდებელ სამყაროში ერთ-ერთი უმდიდრესი ტაძარია. კიკოსის მონასტერი მე-11 საუკუნის მიწურულს ააგეს. ეს არის შუა საუკუნეები, როცა ჯვაროსნებმა ღმერთების კუნძულზე ბევრი ქართველი სასულიერო პირი დახოცეს. ჯვაროსნებს ამოუწყვეტიათ მართლმადიდებელი ბერძენი ბერები და მათ შორის ყოფილან ქართველი ბერებიც. მაგრამ ქართველ ბერებს არ შეუწყვეტიათ მაინც მოღვაწეობა და დაახლოებით ესე იგი მე-15 საუკუნის ესე დასაწყისისათვის ისევ ჩანანა. ხოლო ერთ-ერთი ბერძნული ქრონიკის მიხედვით მე-15 საუკუნის შუა ხანებში, ესე იგი 60-იან წლებში ღალის მონასტერი ჯვაროსნებს გაუნადგურებიათ. და როგორც ჩანს, ღალის მონასტრის გარდა ამ ქრონიკების მიხედვით ქართული მონასტერი კუნძულის სხვა ნაწილშიც არსებობდა. კერძოდ დასავლეთში ორი მონასტერი, კუნძულის დასავლეთ ნაწილში ორი მონასტერი ფიქსირდება. და საინტერესოა ფაქტი, რომ ღალის მონასტრის განადგურების შემდეგ, როგორც ჩანს, ქართველი ბერები გადავიდნენ კუნძულის დასავლეთ მდებარე ქართულ მონასტერში. ისტორიკოს ელდარ ბუბულაშვილს კვიპროსის სიწმინდეებზე რამდენიმე ნაშრომი აქვს გამოცემული. რელიგიის ისტორიკოსი ამბობს, რომ წმინდანთა კუნძულზე ქართველთა კვალი საბოლოოდ მე-15 საუკუნის ბოლოს იკარგება. იკარგება ისე, რომ ისტორიაში კვიპროსის ქართველ სასულიერო პირთა მოღვაწეობა საერთოდ აღნიშნული არ არის. მაშინ საქართველოს უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბერმონაზვნები ბედის ანაბარა დატოვა. საქართველოში უცხოელთა შემოსევები დაიწყო.
ქართულმა წერილობითმა წყაროებმა ამ დევნის ფაქტები და მე-13 საუკუნის შემდგომ კვიპროსზე ქართველთა მოღვაწეობა ვერ აღწერა. ჯერ ერთი თვითონ ქვეყანა ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში. მე-13 საუკუნის შემდეგ დროს მონღოლები შემოესწნენ, ამას თან დაერთო თემურლენგის შემოსევები. შემდგომ ამას მოყვა ფეოდალური დაქუცმაცებულობა და კვიპროსზე არსებული მოღვაწე ქართველები ღვთისანაბარად დარჩნენ ფაქტიურად. ამიტომ ჩვენ ქართულ წყაროებში არ აისახა მათი ესე იგი მოღვაწეობის პერიოდი. ეს უძველესი ნავსადგური ქალაქ პარკოში მდებარეობს. ანტიკური ხანის ნაგებობას დღეს მხოლოდ სამუზეუმო დანიშნულება აქვს. ქრისტეშობამდე სწორედ ამ ნავსადგურით სარგებლობდნენ წმინდანთა კუნძულზე მოსახვედრად სხვადასხვა კუთხიდან წამოსული ადამიანები. იმჟამად ამ ერთადერთი გზით შეიძლებოდა კვიპროსზე გადასვლა. ნავსადგურს მე-9 საუკუნის დასაწყისში ქართველი ბერების ნავებიც მიადგა. სასულიერო პირები კუნძულზე სამოღვაწეოდ მიემგზავრებოდნენ. სავარაუდოდ ამ ნავსადგურით ისარგებლა მე-12 საუკუნეში ლაშა გიორგიმ, როცა ის იერუსალიმში მიემგზავრებოდა. აქედან გადაუტანიათ ქართველი მეფეების თამარის და დავით აღმაშენებლის მიერ კვიპროსში ქართული მონასტრის დასახმარებლად გაგზავნილი საღვთო შესაწელი და შესამკობელი. იმ ადგილზე, სადაც ადრე პირველი ქრისტიანები ლოცულობდნენ, დღეს ჩვეულებრივი ადამიანები უფალ სურვილების ასრულებას ევედრებიან. მრავალი საუკუნეა აქ დაავადებული ადამიანები მოდიან და ხეზე ნაჭერს კიდებენ. უძველესი გადმოცემის მიხედვით, ქრისტიანული კატაკომბების თავზე აღმოცენებულ ნატვრის ხეს სამკურნალო თვისებები აქვს. ამ საიდუმლო გამოქვაბულში დასახლებულა პალესტინიდან რწმენის გამო გამოქცეული წმინდა სოლომონია, მისი 7 ვაჟიშვილი. რომის ბატონობას გამოქცეულ სოლომონიას ქრისტიანობა მიუღია და ლოცვა ამ კატაკომბებში დაუწყია. მოგვიანებით სოლომონია და მისი ვაჟიშვილები ქრისტიანული აღსარებლობის გამო უწამებიათ და მათი ფერფლი კატაკომბებში დაუსაფლავებიათ. შუა საუკუნეებში ამ ადგილას მიწისქვეშა ეკლესია აუშენებიათ. კვიპროსზე ჩასული მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომლებიც არაბებს ემალებოდნენ, სწორედ ამ ეკლესიაში ლოცულობდნენ და საეკლესიო საიდუმლოებებსაც აქ აღასრულებდნენ. გადმოცემის მიხედვით, სწორედ აქ ინახლებოდნენ კუნძულის კერპთაყვანისმცემელი მეფეებიც. ამ კუნძულზე თავიდან მხოლოდ ღმერთები ცხოვრობდნენ. ქრისტეშობის შემდეგ პირველები საკადაგებლად წმინდა მოციქულები პავლე და ბარნაბა ჩავიდნენ. აქ მოღვაწეობდა უფლის მიერ მკვდრეთით აღდგენილი ლაზარე, რომელიც შემდეგ ეპისკოპოსი გახდა. კუნძულზე სწორედ ლაზარე სტუმრობდა ღვთისმშობელი იოანე ღვთისმეტყველთან ერთად, როცა მას საკუთარი ხელით შეგერილი მანტია აჩუქა. ქართველებმა კარგად იცოდნენ წმინდა კუნძულის შესახებ და ამიტომაც სურდათ, რომ იქ საკუთარი მონასტერი ჰქონოდათ. თურქულ-კვიპროსული სოფელი იალია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ქართველებს მონასტერი მე-9-10 საუკუნეებში პაფოსის ეპარქიის ყველაზე მაღალ მთაზე აუშენებიათ. იერუსალიმში თუ სხვა წმინდა მთაზე მიმავალი ივერიელები ცოტახნით სწორედ ოქროს ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში ჩერდებოდნენ. ღალიას მამათა მონასტერში უკვე მეორე წელია არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ნაგებობა ბევრად უფრო ძველი და მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე ეს უძველეს წყაროებში იყო მითითებული. არქიტექტორი თენგიზ გაბუნია ღალიას მონასტრის პირვანდელი სახის აღდგენას ცდილობს. რესტავრატორმა ყოველი დეტალი სრული სიზუსტით უნდა მოხაზოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვანი ისტორიული შეცდომა დაუშვას. ჩვენი ვარაუდით ღალიის მთავარი ტაძარი მე-10 საუკუნეს მიეკუთვნება პირველ ეტაპის მშენებლობის. შემდეგ უკვე მოდის მშენებლობის მეორე ეტაპი ისევ მე-10 საუკუნეში. ეს უკვე არის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. რაღაც პერიოდში როგორც ჩანს ტაძარი ინგრევა და ემატება უკვე და ინგრევა და ემატება სამხრეთ ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს სამკვეთლო და ფართოვდება დასავლეთისკენ. უკეთდება სხვანაირი კარები და იმატებს სიგრძეში დასავლეთისკენ. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად მთელი ტაძრის აი სტრუქტურა რაც არის შეგვიძლია აღვადგინოთ უბრალოდ სიმაღლეების პრობლემა არის, სიმაღლეები არც ამ სიმაღლეზე იქნებოდა. ცალსახადად ტეტრაკონქია, სამი შვერილი აფსიდი აქვს, პირველ ეკლესიას თავიდან რაც იყო, რომელშიც შემორჩენილია ფრესკებია შემორჩენილი დღეს, ჩვენი ვარაუდით ასევე მე-12-13 საუკუნეს უნდა იყოს ორივე აფსიდაში. და ჩრდილო აფსიდაში შემორჩენილია სარკმლის კუთხე. ორი ქვა შემორჩენილი ნალესობის, სადაც უეჭვად სარკმელი უნდა ყოფილიყო. ჩრდილოეთის მხარეს, სამხრეთის მხარეს კარებია, რომელიც მე როგორც ჩანს უკვე 80-იან წლებში სიმაღლეზე გაასწორეს დასავლეთ საუკუნეში, მე-20 საუკუნეში. რაც შეეხება ახლა თქოს ეს კარებია ჩრდილოეთისკენ რომელიც მიდის შედის სამკეთლოში, აი ხა მე ამოვედი უკვე საკურთხეველში. ეს უკვე საკურთხეველია. საკურთხეველია გასასვლელი ერთი სამკეთლოში და აქეთ ეს უკვე გვიანდელი შესასვლელია, რომელიც როგორც თორსა მიაშენეს უკვე ეს სათავსი. მაშინ გამოდის გარეთ ღიობი. თორე ადრე არ უნდა ყოფილიყო ეს ღიობი. აქედან უკვე გამოდივართ უკვე ერთ-ერთი ბოლო ეტაპია მე-14 საუკუნის მინაშენები, აი ეს ქვიშაქვით ნაშენი სვეტები, სადაც არის სწორედ ცნობილი წარწერები, რომელიც ბატონ ვახტანგ ჯობაძესაც აქვს აღნიშნული. ეს არის სადაც მოიხსენება ნიკოლოზი, მათე და კვირიკე. საინტერესოა ესეთი ტაძრები აქ კუნძულზე არ არსებობს, ესეთი გეგმარების ტაძრები კუნძულზე არ არსებობს და აქედან შეიძლება ითქვას ცალსახად, რომ ეს არის ნამდვილად ქართული სამაფსიდიანი ტაძარი. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი მიწაში აღმოჩენილი ნივთის ზომებს ამოწმებს. მე-9-10 საუკუნის ნაგებობის გათხრისას მეცნიერებმა უამრავი ასეთი მნიშვნელოვანი საგანი იპოვეს. აღმოჩენილი ნივთებით და კედლებზე გამოჩენილი წარწერებით თუ ფრესკებით დგინდება, რომ ღალიაში ქართველებს დიდი სამონასტრო კომპლექსი და წიგნობრული ცენტრი ქონიათ. ძალიან საინტერესო არქეოლოგიური მასალა იქნა გამოვლენილი. ძირითადად ეს არის მოჭიქული კერამიკა სხვადასხვა პერიოდის, მე-12, მე-13, მე-14 საუკუნეების. აქ სამარხების გათხრების დროს წინა წლებში აღმოჩენილი იქნა მე-16 საუკუნის ქართულ წარწერიანი ფიალა და ეს იმის მანიშნებელია, რომ მე-16 საუკუნის ჩათვლით, ანუ ტაძრის დანგრევამდე თურქების მიერ აქ ქართველი ბერები მოღვაწეობდნენ. ფრესკებზე შემორჩენილი არის როგორც ქართული, ასევე ბერძნული წარწერები, რაც შეეხება ქვაში ამოკვეთილ წარწერებს. აქ ერთ-ერთი წარწერა ძალიან საინტერესო, სადაც ნიკოლოზია მოხსენიებული და როგორც ფიქრობთ, ეს უნდა იყოს ნიკოლოზ დვალი, რომელიც მე-14 საუკუნეში მოღვაწეობდა და 1314 წელს ეწამა. თავის დროზე ღალიის მონასტრის წლიური შემოსავალი 300 ოქროს დუკატს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მონასტერი საკმაოდ მდიდარი ყოფილა. მე-13 საუკუნის მეორე დეკადაში დაწერილი ისტორიული თხზულების, ისტორიანი და აზმანის ავტორის მიხედვით, ტაძრისთვის დიდძალი შესაძელი თამარ მეფეს გაუგზავნია. წყაროების მიხედვით მონასტერს ფინანსურად დავით აღმაშენებელიც ეხმარებოდა. მონასტერში მოღვაწე ბერები ოსმალების შემოსევის დროს დაუხოციათ.
როდესაც თურქებმა დაიკავეს კვიპროსი, ძალიან სულად აისახა მონასტერზე, იგივე ბერები გაანადგურეს ფიზიკურად, მონასტერი დაანგრიეს, გადააკეთეს მერე რაც დარჩა სხვადასხვა ნაგებობებს აშენებდნენ, თურქები სახლდებოდნენ ამ მონასტერში თვითონ. ძალიან რთული პერიოდი იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს გამოძახილი იყო ერთგვარად იმ მდგომარეობისა, რაც საქართველოში მაშინ ხდებოდა. სავარაუდოდ იმ დროისთვის უკვე ბერების რაოდენობა ძალიან მცირე იყო, მაგრამ ბუნებრივი ქართველი ბერების მეგულისხმობ შეიძლება არა გამორიცხული და იქნებოდნენ ალბათ კიდეც ადგილობრივი ბერები, ბერძნები, მაგრამ ქართველების რაოდენობა მცირე იყო და სავარაუდოდ ისინი ფიზიკურად გაანადგურდნენ. ბოლო ბერი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა განმოგვცემს, გაიქცა თურქებს და ქვემოთ არის ოდნავ ქარაფი, იქიდან გადამხტარა და მისი ანათორა გაშლილდა და ცოცხალი დაშვებულა, ძირს ვეღარ უკონიათ ისინი შემდეგ თურქებს. აი ესეთი უცნაური ლეგენდა არის. ქართველებს რომ მონასტერი კვიპროსის საუკეთესო ადგილას აუშენებიათ, იქიდანაც ჩანს რომ ბერებს საკუთარი წისქვილი ჰქონიათ. კვიპროსი ეს არის კუნძული, რომელიც მუდმივად სასმელი წყლის პრობლემას განიცდის. მონასტერთან ახლოს მდებარე ხელი, სადაც წყლის წისქვილი მდებარეობდა, წყალი არასოდეს არ შრება. წისქვილს ერთი საინტერესო ლეგენდაც უკავშირდება. ეს წისქვილი გადმოცემის თანახმად, ლეგენდის თანახმად, მხოლოდ მონასტრის ხურბას ვქავდა და იყო შემთხვევა, როდესაც შემოქონდათ მოსახლეობა დასაფქავად მასალა, ფქვილი და ხურბალი და ის წისქვილის ქვა ატრიალდებოდა. დაახლოებით აშენებული არის, თანადროული არის მონასტრის ეს მე-12 საუკუნე წისქვილი, მაგრამ დანგრევა უკვე ცნობილი არ არის, როდის მოხდა მისი დანგრევა. ზაფხულში საერთოდ არც ერთი მდინარე არ არსებობს კვიპროსში, რომელიც მუდმივად მოედინება და აქედან ჩვენ განსაზღვრავთ, თუ რაოდენ დიდი გავლენა ჰქონდათ ქართველებს მე-10 საუკუნეში, რომ მათ შეიძინეს ტერიტორია იქ, სადაც მუდმივად არსებობდა წყალი, რომ ეკვება ქართული წისქვილი. აი დღესდღეობითაც ხედავთ, რომ ზაფხული იდგება და მდინარეში წყალი მოდის. ეს ერთადერთი ადგილია თავისი ბუნებით, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, რომელიც მიაგავს აი საქართველოს. ღალიას მონასტრიდან 2 კილომეტრის მოშორებით თითქმის გაუვალტყეში მდებარეობს მარტყოფელი ბერის სენატი. საუკუნეში სავარაუდოდ სწორედ აქ შეიქმნა ფსალმუნთა თარგმანების ხელნაწერი, რომელიც მოგვიანებით იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გავხსნიათ. ფსალმუნების გადამწერი ქართველი ბერი თავის ანდერძში წერს, რომ მარტო იყო და მუშაობის დროს ღვთისმშობლისა და უფლის გარდა არავინ დახმარებია. მამა დავითი იმ ქართველი ბერის კელიაში მიდის, რომლის არც ვინაობაა ცნობილი და არც სამუდამო განსასვენებელი. ქართველი ღვთისმსახური დარწმუნებულია, რომ თუ კი აქ ოდესმე გათხრები ჩატარდება, მშობლიური კვალი აუცილებლად გამოჩნდება. ეს მეკუთვნება მე-12-მე-13 საუკუნის ასევარავად. ასეთი წესი იყო, როდესაც დიდი მარხვა იწყებოდა. ბერები, რამოდენიმე ბერი მონასტრიდან მოშორებით გადიოდნენ, რომელიც ალკი ყოფილიყვნენ და აი ერთ-ერთი პატარა ეკლესია იყო წმინდა ნიკოლოზის, სადაც აქ ლოცულობდნენ ჩვენი ქართველი ბერები. ეს ღალიას მონასტრის გათხრების დროს მიწიდან ამოღებული ქვებია. ამას აქ მომუშავე მეცნიერები სათუთად უფრთხილდებიან. მიღწეულია შეთანხმება, რომ ძველი მონასტრის ნანგრევების გვერდზე ზუსტად ისეთი მონასტერი აშენდეს, როგორც ეს მე-9-მე-10 საუკუნეებში იყო. დაახლოებით ასეთი, სადაც გადმოცემის მიხედვით იერუსალიმში მიმავალ ლაშა გიორგის დედამისი თამარ მეფე დაუსვენებია. კვიპროსელი ისტორიკოსის ნიკოლას კურეასის ჩანაწერების მიხედვით ქართველებს ღალიის გარდა კიდევ 2 მონასტერი ჰქონიათ. ადგილობრივი მეცნიერი წერს, რომ ლაკორნა და წმინდა საბას მონასტრები თავის დროზე ქართველების კუთვნილება ყოფილა. კურეასის მიხედვით მონასტრების დაარსების თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ
მისი მშენებლობა წინ უსწრებდა 1191 წლის ლათინურ დამყრობას. წმინდა საბას მონასტერი ოდესღაც ეკუთვნოდა ქართველებს. ანუ საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებაში ხრისო ლაკურნას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა მონასტრისა და ღალის მონასტერთან ერთად. ეს სავარაუდოდ მე-12 საუკუნეში უნდა ყოფილიყო ეს მონასტერი. როდის დაარსდა ეს არ არის ცნობილი და ვარაუდობენ რომ მე-12 საუკუნეში და ეყრდნობიან აქ მონასტრიდან არის წაღებული ორი უძვირფასესი ხატი პაფოსის ბიზანტიურ მუზეუმში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ელეუსას ხატი და წმინდა საბას ხატი. და აი ამ ხატების სლოვანებასთან დაკავშირებით არის დაკავშირებული ამ მონასტრის არსებობაც. მაგრამ ეს არ არის რა თქმა უნდა ზუსტი პერიოდი და თარიღი, სავსებით შესაძლებელი არის უფრო ადრე იყო ეს მონასტერი. მამა ზაქარია წმინდა საბას მონასტერზე მასალებს ლათინურ წყაროებში ეძებს. მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ეს მონასტერი ბევრჯერ დაუნგრევიათ და აღუდგენიათ. მიტოვებული ეკლესიის კედლებიდან ჩანს, რომ იგი დანგრეული მონასტრის ქვებით აუშენებიათ. როდესაც ჩვენ გავიგეთ ამ მონასტრის არსებობის შესახებ, რომ ეს შესაძლებელია ქართული იყოს, დაუყოვნებლივ გამოვეშურე და დავიწყე ძებნა ამ მონასტრის. იმიტომ რომ ზოგადი ტერიტორია იყო მითითებული და ახლომახლო სოფლებში დავიწყე ძებნა, გავიკითხე და მიმასწავლეს. და ერთმა მოხუცებულმა კაცმა გადაწყვიტა, რომ მეგზური ყოფილიყო ჩემი. ამოვიდა გზაში ვისაუბრეთ, აღმოჩნდა მისი წინაპრები მღვდლები ყოფილან, თვითონ შვილიც მღვდელიყო. და სხვათა შორის ძალიან განათლებული და ჩახედული გლეხი იყო, ასე რომ ვთქვათ. მომიყვა ამ ისტორია ზოგადად. მითხრა, რომ აი ეს რომელიც ახლა ჩვენ ხედავთ შენობას, ეს შენობა არის მოგვიანებით აშენებული, ისტორიულად ვიცით ჩვენ 1520 წელს არის აშენებული ეს ახალი შენობა და ძველი კიდევ მიმითითა, რომ რომელიც ახლა ნახეთ ჩვენა დანგრევები ძველი, ფაქტიურად დანგრევიც აღარ შეიძლება ეწოდა საძირკველი. აი ეს არის, რომ აქ მოვაწეოდნენ უცხოელები. აი აქედან უფრო იმედი გამიჩნდა, რომ ეს მართლა შესაძლებელია ქართული ყოფილიყო, ვინაიდან ეს მეცნიერულად ლათინების წყაროებზე დაყრდნობით კურიასის მიერ მოძიებული მასალები და უბრალოდ ხალხური გადმოცემა. დაემთხვა ეს ორივე ერთმანეთს და მერთმანქნას რომ ეს ასე იყოს. ეს არის ხრისო ლაკურნას ეკლესია, შესასვლელი კარის თავზე ბოლნური ჯვარით. ლაკურნას მონასტერი პაპ კლემენტი მეხუთეს მიერ მართლმადიდებელი მონასტრების რეფორმის დროსაა მოხსენიებული, სადაც ნათქვამია, რომ ლაკურნა საქართველოში არსებულ ერთ-ერთ მონასტერზე იყო დამოკიდებული. მონასტრის შესახებ ჩვენ წავაწყდით ცნობას ადგილობრივი მეცნიერის ნიკოს კურიასის ნაშრომში, რომელიც ლათინური ეკლესიის ისტორიას ეხება კვიპროსზე. იგი ის ერთგან წერს, რომ პაფოსის რაიონის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე სამი მონასტერი, იალია, წმინდა საბა და ლაკრონა ეკუთვნოდა საქართველოში არსებულ მართლმადიდებელ მონასტერსო. საერთოდაც ის ეყრდნობა ლათინურ წყაროებს, როდესაც ამ ინფორმაციას გვაწვდის, კერძოდ პაპ კლემენტის ეპისტოლეებს. პაპ კლემენტი პაფოსის ლათინ ეპისკოპოსს სთხოვს ამ სამი მონასტრის, ისევ გავიმეორებ, იალიას, ლაკრონასა და წმინდა საბას ლათინურად გადაკეთებას. ის წერს, რომ აი მართლმადიდებლებს ვერაგობით უყრიათ ეს სამი მონასტერიო და როგორმე გააგზავნე ის ჩვენი სანდო ლათინებიო სასულიერო პირებიო, რომ ისინი ჩვენ ხელში გადმოვიდნენ.
კვიპროსის ბერძნულ ნაწილში ქართველთა კუთვნილი ტაძრების აღმოჩენა მხოლოდ 5 საუკუნის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ქართველი მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე ასეთი თურქულ ნაწილშიც იყოს. ამ კუნძულზე ქართული კვალი ორ ნაწილად 34 წლის წინ გაიყო. კვიპროსის ჩრდილოეთით, ანუ თურქულ ნაწილში დარჩა ორი მნიშვნელოვანი ტაძარი, რომელიც ქართველი მეცნიერების მიერ ჯერჯერობით შესწავლილი არ არის. ერთ-ერთი ეკლესია სოფელ ვასილიში მდებარეობს. მეორე მონასტრის შესახებ ცნობებს ევროპელი მეცნიერები გვაწვდიან, რომლებმაც კვიპროსზე შუა საუკუნეებში იმოგზაურეს. ეს არის გამშვები პუნქტი, რომელიც კვიპროს ორ ნაწილად, თურქულად და ბერძნულ ნაწილად ყოფს. იქ მოსახვედრად სპეციალური საშვია საჭირო. ამ ადგილას ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში ქართული სოფელი ყოფილა. კიტის ეპარქიის სოფელ ალამინოში 1294 წელს პალესტინიდან ჩამოსული ქართველები დასახლებულან. ერთ-ერთი კვიპროსელი მემატიანე წერს, რომ ამ სამეფოში 11 ენაზე მოსაუბრე ხალხი ცხოვრობდა და მათ შორის ივერიელებიც. ქართველთა კოლონა თურქთა შემოსევის შემდეგ განადგურებულა. ზუსტად არავინ იცის, სად წავიდნენ ის ქართველები, რომლებსაც მთელ კვიპროსზე განსაკუთრებული ვენახები ჰქონდათ. ეს არის წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი თურქულ სოფელ ვასილიაში. ქვაზე ამოკვეთილი წმინდა ნინოს ჯვარი სავარაუდოდ იმ ეპოქას მიეკუთვნება, როცა მონასტერი აშენდა, ანუ მე-12 საუკუნეებს. ისტორიული წყაროების მიხედვით წმინდა ეკატერინეს მონასტერი სინას მთის მეტოქი ყოფილა. წმინდა ეკატერინეს მონასტრის ქართული წარმოშობის შესახებ ცნობები ლათინურ წყაროებში მოიპოვება. იერუსალიმიდან საქადაგებლად წამოსული ანდრია პირველწოდებულის ნავი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სწორედ ამ ადგილას გაჩერებულა. მოციქულს ცოტახნით შეუსვენია. ნავიდან გადმოსული ხალხი უწყლობა შეუწუხებია. მაშინ წმინდა ანდრია სანაპიროზე ულოცია და რამდენიმე საათში აქ წყარო აღმოცენებულა. სასმელ წყალს დღემდე მილიონობით ადამიანი განუყურნებია. თურქულ ნაწილში მდებარე მონასტერში ბერძენი სასულიერო პირი მამა ზაქარია მოღვაწეობს. ბერს საკუთარი ამბის მოყოლა არ სურს, მაგრამ ცნობილია, რომ ის მონასტრიდან არაერთხელ გაიტაცეს და სასტიკად აწამეს. მონასტერს ქართველი პილიგრიმები ხშირად სტუმრობენ. დასახურებიდან პრაქტიკულად არავინ აღარ დარჩენილა. მხოლოდ მამა ზაქარია და მისი მრევლი დარჩა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მონასტერში. მიუხედავად ბევრი ტანჯვა-წამებისა და შეურაცხყოფისა თურქების მხრიდან, მან მაინც არ მიატოვა ეს მონასტერი. შეწენით ის დღესაც ცოცხალია და ისევ აღავლეს წირვალოსვას ამ მონასტერში. საუკუნეების მანძილზე იდევნებოდნენ მართლმადიდებელი ბერები, ბერმონაზდები, მღვდლები, მაგრამ ისინი მაინც ახერხებდნენ წირვალოცვას და ამ ლოცვის მადლით მათმა შემოგვინახა სწორედ ეს ყველაფერი, რაც ამ კუნძულზეა დღესდღეობით. სულ ცოტა ხნის წინაც აქ იყო დევნა ბერების და იმ საუკუნეების წინ იმ მადლმა რომ ლოცულობდნენ აქ ქართველი ბერები, აქაურ ბერებთან ერთად და სამღვდელო პირებთან ერთად, ამ მადლმა გადაარჩინა ეს ყველაფერი, რაც დღეს აქ არის ამ კუნძულზე. მამა ანდრია ლიმასოლის წმინდა მამაის ეკლესიაში მიდის. ტაძარი კვიპროსის ხელისუფლებამ ქართველ მრევლს გადასცა. კვიპროსზე ქართველებს სხვადასხვა ქალაქში სალოცავად უკვე 3 ტაძარი აქვთ. მათ შორის წმინდა გიორგის ეკლესია პაფოსში, წმინდა მამაი ლიმასოლში და წმინდა პავლეს ეკლესია ნიკოზიაში. ქართველები წმინდანთა კუნძულზე 5 საუკუნის შემდეგ ისევ ბრუნდებიან. დღესაც ვთილობთ იმ დიდი ჩვენი ფესვების, ესე რომ ვთქვათ, მოძიებას, ამოკლებას და როდესაც ამა თუ იმ მომენტში, ამა თუ იმ დღეს თუ ისტორიულ მომენტზე შევხვდებით ხოლმე რაღაც ჩვენ ფესვებს, განვისვით ხოლმე დიდ სიამოვნებას და ვადიდებთ ხოლმე ღმერთს იმისათვის, რომ
ესეთი დიდი ნიჭი და ტალანტი მიეცა ჩვენერს. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენმა ხალხმა გაგაუღო გული სუპერფილად ქრისტეს და ქრისტეს მოძღვრებაზე. კვიპროსზე იბერიელები ისევ გალობენ, ქორწინდებიან და ინაცლებიან. მიწაზე, სადაც მრავალი საუკუნის წინ ლაშა გიორგი ლოცულობდა, დღეს პატარა ქართველები დადიან. წმინდანთა კუნძულზე 12 საუკუნის შემდეგ ქართული სანთელი ისევ აიღო.